თუ არტერულ წნევას იზომავ, არასდროს ენდო ერთხელ გაზომეს. აი თქვათ ფიქრობ, რომ გაქვს მაღალი არტერული წნევა, სწორი მეგობარს რომ გაიზომა, გაგიზომა და მართლაც დაგიფიქსირდა მაღალი რიცხვები. ეხლა ნერვიულობ და იწყებ წნევის დამწევის მიღებას სასწრაფოდ. შემთხვევათა 40%-ში ესე გაზომილი წნევა არასწორია. და რატომ? იმიტომ რომ წნევა იცვლება წუთიდან წუთამდე დღის განმავლობაში და დღიდან დღემდე. მასზე ბევრი ფაქტორი იქონებს ხოლმე გავლენას: სტრესი, ფიზიკური აქტივობა, შფოთვა, ნერვიულობა, ტკივილი და ასე შემდეგ. ამიტომ ერთხელ გაზომეს არასდროს ენდო. როგორ მოიქცე? მოდი გასწავლი ორ მეთოდს. პირველი, თუ გაიზომა ხოლმე წნევას, ეცადე რომ ის გადააკონტროლო რამდენჯერმე, თქვათ 2-ჯერ ან 3-ჯერ და გადაკონტროლების შორის ინტერვალი იყოს სულ მცირე 1 წუთი. 1 წუთი ნაკლები არა, თქვათ აი გადაიკონტროლე მაღალი იყო და ეგრევე ისე თავიდან გადაიკონტროლე, ესე არ გააკეთო. გავიდე რამდენიმე წუთი, ისევ გადაიზომე, გავიდე რამდენიმე წუთი და ისევ გადაიზომე. აღმოაჩინე რომ მეორე მესამე გადამოწმებაზე უფრო დაბალი რიცხვი იქნება, ეს უფრო სანდომაჩვენებელი იქნება. და მეორე, გადაიზომე რამდენიმე დღის განმავლობაში. აი თქვათ გაიზომე 2-ჯერ დილით, 2-ჯერ საღამოს, 3 დღის განმავლობაში. საერთო ჯამში ეს გამოგივა უკვე 12 გადამოწმება. ეს იქნება ყველაზე უფრო ზუსტი მაჩვენებელი, ვიდრე თქვათ ერთხელ მიღებული ინფორმაცია. და ზოგადად თომას გააკეთებ 7 დღის განმავლობაში, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება სიზუსტე დაახლოებით 90%-მდე. ასე რომ, არასდროს ენდო ერთხელ გაზომეს.